Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის მომდევნო სტუმართან ერთად თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი თეიმურაზ თორდინავა გვეწვია სტუდიაში. მოგესალმებით ბატონ თეიმურაზ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში ჩვენთან მობრძანებისთვის. ბატონ თეიმურაზ, საკმაოდ რთული სამსახური გაბარიათ, სადაც არის უამრავი პრობლემა, გამოწვევები, ბევრი რამე არის მოგვარებული თქვენი აი 2 წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში. ბევრი პასუხი კიდევ გასაცემია რაღაც პრობლემებზე გადასაჭრელია და პირველ რიგში მინდა გკითხოთ ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით. თქვენი დაპირება ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ არის თქვათ მნიშვნელოვანი და ხორციელდება გარკვეული რაოდენობა ბაღების უკვე დასრულებულია მშენებლობა რამდენიმეს ახლა იწყებთ. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი მშენებლობის, რომ გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს? დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მოწვევისთვის. მე უფრო ვიტყოდი საპასუხისმგებლო მიმართულებაა მერიის ერთ-ერთი და რაც შეეხება ბაღების მშენებლობის საკითხს, ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ჩვენ 7 ახალი ბაღის მშენებლობა დავიწყეთ 2015 წელს. ნაწილი ამ ბაღების მშენებლობისა დასრულდა, 2 საბავშვო ბაღი გავხსენით, ერთი მოსკოვის გამზირზე და ერთი რამდენიმე დღის წინ გდანის პირველ მიკრორაიონში, რამაც შესაძლებლობა მოგცა დაახლოებით 900-მდე აღსაზრდელი მიგვეღო. გარდა ამისა, მაისის ბოლოს უკვე ერთ კვირაში იხსნება ერთი ახალი ბაღი ზემოფონი ჭალაში და ასევე დაგეგმილია ივნისის პირველ ნახევარში კიდევ ერთი ახალი ბაღის გახსნა და დანარჩენი 3 ბაღის გახსნა დაგეგმილი გვაქვს 2016 წლის შემოდგომაზე. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვიწყებთ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას. ეს ეტაპობრივად დაიწყება ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის თვეში, გამომდინარე იქიდან რომ მოთხოვნა არის ბევრად მაღალი ვიდრე თავისუფალი ადგილები და მე არაერთ მედია საშუალებაში და იგივე თქვენს ტელევიზიაში მისაუბრია ამ გამოწვევ მიზეზებზე 50 დახურული ბაღი წინა წლებში, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას ეტაპობრივად ასე ვთქვათ ვაგვარებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავითვალისწინოთ ყველა აღსაზრდელის ასე ვთქვათ, რომ ყველა აღსაზრდელს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს საბავშვო ბაღის სერვისი. მაგრამ ამას რა თქმა უნდა დრო სჭირდება, ამას სჭირდება გარკვეული ეტაპი, გამომდინარე იქიდან რომ ფინანსური რესურსის რა თქმა უნდა საშუალოდ ერთი ბაღის 2 მილიონი ჯდება თუ არ ვცდები. საშუალოდ 2 შეიძლება არც იცის საზოგადოება. დიახ, საშუალოდ 2 მილიონი ლარი ჯდება, შეიძლება ზოგიერთი ნაკლები, მაგრამ საშუალოს თუ ავიღებთ აღჭურვიდან დაწყებული ან ბოლომდე გამართვით 2 მილიონ ლარამდე ჯდება საბავშვო ბაღის მშენებლობა. ვაშენებთ ევროპული სტანდარტების ბაღებს, ადაპტირებულია ყველა ის ბაღი, რომელიც აშენდა და რომელიც მშენებლობაც არის ასევე რომელიც განახლდა, ხო, ბატონ? რა თქმა უნდა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვახორციელებდით რას? შარშან 125 საბავშვო ბაღში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები და ეს წელს არდადეგების პერიოდში დაგეგმილია ის ბაღები, რომელიც შარშან ვერ გარემონტდა, მაგრამ ამავდროულად მოქმედ საბავშვო ბაღებში 85 ახალი სამგზელო ჯგუფი გაიხსნა, რაც პრაქტიკულად 10 საბავშვო ბაღის ტოლფასია და დამატებით 3500 აღსაზრდელის მიღება შევძელით ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ანუ ეტაპობრივად ჩვენ ბაღის სერვისის გარეშე ანუ ბავშვების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება და მე ვფიქრობ 2 წელიწადში დაახლოებით 2 წელიწადში ეს პრობლემა ბატონ თეიმურაზ, მე მესმის რომ მართლაც თვალსაჩინოა ეს ყველაფერი, რასაც თქვენი თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ ახორციელებს სამსახური, რომელსაც თქვენ ჩაუდექით სათავეში, ესე უცბად და ერთბაშად ვერ მოხდებოდა ყველა იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რაც არსებობს თბილისის მასშტაბით. დღემდე არსებობს მაინც პრობლემა მიუხედავად იმისა, რომ აღადგინეთ 50-მდე დახურული ბაღი თუ თლიანად ვერ მოხერხდა, მაგრამ ცდილობები არის იმისა, რომ დაუბრუნდეს მას თავისი პირვანდელი ფუნქცია. ასევე შენდება, როგორც დავიწყეთ საუბარი, ახალი ბაღები და არსებობს გარკვეული გეგმა.
მაინც ანუ ესეთი ენით რომ ავხსნათ, ხვდებით ალბათ, ხო? უჭირთ ხოლმე გაგება მშობლებს, რომლებიც ბრაზდებიან იმის გამო, ნუ რა ვქნა ეხლა როგორ ველოდო, როდის აშენდება ბაღი, როცა მე ჩემი ბავშვი უკვე არის იმასაკში, რომ ის ბაღში უნდა მივიდეს ამ ბაგაში, ვერ დაიტოვებს ვერავინ და ასე შემდეგ. ანუ ის ყოფითი პრობლემები, რაზეც საუბრობენ ხოლმე ხშირად მშობლები. ანუ რისკენ მივდივარ, დარეგისტრირების პრობლემა მაინც დგას, იმიტომ რომ ვერ ასწრებენ და ასევე ვთქვათ ისიც რომ უჩივიან ხშირ შემთხვევაში პედაგოგები და ძიძები, რომ ზედმეტად, ანუ ჭარბი რაოდენობით არის ჯგუფებში ბავშვები. აი, თქვენ თვითონ რომ ისაუბროთ, ხო, იმ პრობლემის შესახებ და იმ დილემაზე, რის წინაშე დღემდე დგახართ. დიახ, ჯგუფების გადატვირთულობის საკითხი ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც დღეს ჩვენ ვაწყდებით, ანუ თბილისის საბავშვო ბაღებში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განმეორდე, რომ ამ თემას ჩვენ ეტაპობრივად იგივე მოქმედ საბავშვო ბაღებში ჯგუფების დამატებით და ამ მიმართულებით განტვირთვას ვახორციელებთ, დახურული ბაღები აღვადგინეთ რამოდენიმე და ასე შემდეგ, ამ ახალ ბაღებს ვაშენებთ და ნელ-ნელა ხდება განტვირთვა, ასე ვთქვათ, გადატვირთული ჯგუფების, მაგრამ მასშტაბურად, რა თქმა უნდა, ჯერ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხდება, იქიდან გამომდინარე, სანამ არ აშენდება ეს ბაღები, ჩვენ მოგვიწევს, ასე ვთქვათ, გადატვირთული ჯგუფების რეალობის წინაშე, ასე ანუ გაგებით უნდა მოვეკიდოთ. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ სერვისები ანუ მაღალია საჯარო ბაღებში, თბილისის საჯარო ბაღებში, ანუ მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, შესაბამისად, ჩვენ ადრეული სკოლამდელი განათლების შესახებ კანონი მეორე მოსმენით უკვე მიღებულია და როდესაც ის კანონად შევა ძალაში, უკვე კონკრეტული წლებია განსაზღვრული, თუნდაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით და ასევე ამღრდელის და ამღრდელის თანაშემწის თანაფარდობასთან დაკავშირებით, უკვე რეალობა იქნება ისეთი, რომ ჩვენ კანონმდებლობის შესაბამისად უნდა. ამიტომაც მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ახალი ბაღებისა, რომელიც შენდება, ჩვენ უკვე დავიწყეთ პროექტების შეძენა მომავალ წლებში ასაშენებელი ბაღების და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ყველა ბაღი, რომელიც მომდევნო წლებში შენდება, იქნება ენერგოეფექტურობის კომპონენტებით ასე ვთქვათ. და ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და ჯერ არ გვაქვს ესეთი ბაღი? ბაღებს, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ აი ამ ბაღს, ენერგოეფექტურობის გარკვეულ კომპონენტებს შეიცავს, მაგრამ ის ბაღები, რომლებიც მომდევნო წლებში აშენდება, ეს უკვე მთავრობის გადაწყვეტილებით და დავალებით აუცილებლად იქნება ენერგოეფექტური და ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თბილისის ბაგაბაღების სააგენტო იმ დავალებებს, რომელსაც ღებულობს ქალაქ თბილისის მერიისგან და ქალაქ თბილისის საკრებულოსგან, ანუ გეგმის მიხედვით ასრულებს. მე მინდა ასევე შევეხო ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივას, კონკრეტულად ქალბატონ თამარ ტალიაშვილის ინიციატივას, როდესაც სააგენტომ წარადგინა პირველად, ანუ მაშინ თქვათ 1 თვის, 2 თვის დანიშნული ვიყავი ამ თანამდებობაზე და როდესაც წარვადგინე ანგარიში შესრულებული სამუშაოების, ქალბატონ თამარ ტალიაშვილისგან წამოვიდა ინიციატივა ფსიქოლოგების და ლოგოპედების თემაზე. რაც გაუქმებული იყო, ხო? რაც გაუქმებული იყო და განათლების და კულტურის კომისიის ეს ინიციატივა ჩვენ რეალობად ვაქციეთ უკვე, გავითვალისწინეთ, ვიმუშავეთ ამ თემებზე. პირველი ეტაპი უკვე გავლილია, 60-მდე ფსიქოლოგმა და 30-მდე ლოგოპედმა გაიარა ასე ვთქვათ გადამზადების კურსები. ჩვენ უკვე ან ნახევარ ბაღებში არ იყო ფსიქოლოგი და ლოგოპედი და ჩვენ უკვე ვახორციელებთ კვალიფიციური კომპეტენტური კადრების აყვანას ამ მიმართულებით და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2016 წლის სექტემბერში უკვე ყველა ბაღს ექნება საშუალება ფსიქოლოგის და ლოგოპედის სერვისი მიიღოს ანუ ჩვენმა პატარებმა და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ამ სისტემაში გამომდინარე იქიდან და ყველაზე მთავარი რაც ამ კომპონენტში მინდა ვთქვა ის არის რომ ყველა ფსიქოლოგი და ლოგოპედი იმუშავებს ერთიანი სტრატეგიით, ერთიანი გეგმით და ერთიანი მეთოდოლოგიით. ადრე თუ ხდებოდა
ინდივიდუალურად ეს ასე არ იქნება და ეს მიმართულებას თუნდაც ვთქვათ იქ პრობლემებს რაზედაც არის საუბარი ვთქვათ ბავშვების ან ჯგუფის გადატვირთულობის კუთხით და ვთქვათ ბავშვების იგივე ადაპტირებულ ჯგუფებზე რა თქმა უნდა ეს ერთი მხრივ რა თქმა უნდა სპეცპედაგოგის თემა ცალკე თემა და ესეც რა თქმა უნდა ბაღებში დაშვებულია, მაგრამ ასეთი მიდგომებით, ანუ საზოგადოებას მინდა უთხრა და ტელემაყურებელს, რომ ეს წელიწად ნახევარი იყო ურთულესი პრობლემების და რეფორმების დაწყების წელიწადი. უკვე ჩვენ ბევრად წინ უნდა წავიდეთ და ვიზრუნოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ უკვე მეთოდოლოგიური სააღმრძელო მიმართულების ძალიან სწრაფად და ნახტომისებურად ასე ვთქვათ განვითარებაზე, იმიტომ რომ ეს გეგმა არსებობს ბატონო, სასწავლო გეგმა ვიცით თქვა ჩვენ პერიოდში ეს არის გეგმაც, ეს არის დავალებაც და გეგმა და დავალება არის თანხმოეტრი და შესაბამისად ჩვენ ამას მივყვებით, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დრო, ამას სჭირდება გარკვეული ეტაპი და ყველაზე მთავარი, ამას სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლის მოზიდვას ჩვენ ვახორციელებთ და მე ვფიქრობ დაახლოებით წელიწად ნახევარში ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება. ანუ ინტერესი არსებობს საზოგადოების მხრიდან, რომ დაკავდნენ ამ პროფესიით. იმედია ეს დამატებული კადრები, ვთქვათ, იგივე ლოგოპედის და ფსიქოლოგის იქნება შედეგიანი, რადგანაც დამეთანხმებით ინფორმაციის ნაკლებობა არსებობს ამ კუთხით და არ არის აღქმული მათი ვთქვათ მიზნები და მათი მნიშვნელობა სათანადოდ აღქმული ხშირად ეს კაბინეტები ფორმალურად არსებობს და იმედია დიდ საქმეს გააკეთებს მომავალში და მათი ვთქვათ კადრი დაფასდება. მე მინდა ისე არ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ჩვენ შევეხეთ ბავშვთა სიმრავლეს. მე მინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ჩვეულებრივ ასეთ ჯგუფებში არიან. რა თქმა უნდა, ბაღები ასეთ დროს არის ადაპტირებული სათანადოდ ინფრასტრუქტურის გამართვას გულისხმობ. თუმცა მეორე პრობლემა კიდევ აქვე და ძალიან მნიშვნელოვანი. აი ჯგუფებში, სადაც 40 ბავშვია, ვთქვათ, და არის ერთი აღმზრდელი, ერთი შემცვლელი აღმზრდელი, ერთი ძიძა, იქ იმავე ჯგუფში არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც და შეუძლებელია აღმზრდელები გაუმკლავდნენ ამდენ ბავშვს. ისინი არიან ბავშვები, მათ ვერ მოთხოვ, რომ ეხლა აქ დაჯექი და არადგე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღმზრდელებს და თუ კი ღმერთმა დაიფაროს და რამე მოხდება, აუცილებლად დაისჯება აღმზრდელი და ვთქვათ ბაღის მათი პასუხისმგებლობა. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? აი ამ სპეცპედაგოგზეც ისაუბრეთ თქვენ. ჩვენ შარშან 2015-ში 16 სპეცპედაგოგის გადამზადება განვახორციელეთ და მივავლინეთ ისინი კონკრეტულ საბავშვო ბაღებში, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები გვყავდა და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. გეთანხმებით, ეს არის ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა, რომელიც დღეს დგას ბაღების სისტემაში და მე ვფიქრობ ამ თემასაც გადავჭრით, მაგრამ ამ თემის გადაჭრასაც ჭირდება კვალიფიციური კადრები და შესაბამისი, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურაც ამ მიმართულებით და ჩვენ ამ მიმართულებითაც დაწყებული გვაქვს მუშაობა, აი თუნდაც ბაღების თუნდაც შენობაში შესასვლელები არ იყო ადაპტირებული და მიმდინარე წლის ზაფხულში ქალაქ თბილისის მთავრობის დავალებით ჩვენ 40 საბავშვო ბაღში გვაქვს დაგეგმილი პანდუსების მოწყობა, მაგრამ პანდუსი არ არის, ეს არის პირველი ნაბიჯი, ჩვენ უკვე უნდა ვიზრუნოთ აუცილებლად ერთი მხრივ თვითონ საბავშვო ბაღში გარეთა ნაწილში რა თქმა უნდა მისასვლელი უნდა იყოს ადაპტირებული, მაგრამ უკვე შიგნით ადაპტირება უნდა მოხდეს, მაგრამ თვითონ გარემოც უნდა იყოს ადაპტირებული და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი და მე ვფიქრობ, რომ
გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა უკვე აღარ არის, მაგრამ ამას ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდება და ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ ეს საკითხი გადაიჭრას, მაგრამ ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ და მე ვფიქრობ, ეს საკითხი მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მალე, მაგრამ დაახლოებით 1 წელიწადში ალბათ ეს საკითხი უნდა იქნეს გადაჭრილი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გარდა ინფრასტრუქტურული მიმართულებისა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კვალიფიციური კადრები, როგორც მოგეხსენება, კვალიფიციური კადრების ვერჯერ ახსენეთ ბატონ თემურაზ, გაწყვეტინებთ, ანუ რეალურად ჩვენ თითქოს ხვდებით, რომ გარკვეულწილად არსებობდა ეს პრობლემა, როგორც ჩანს. კვალიფიციური კადრების საკითხი მართლაც გამოწვევაა და თუნდაც სააგენტო ბევრს მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საკადრო რეზერვი შევქმნით, ანუ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა ტესტირება ამღდელის თანაშემწის და მეთოდისტის პოზიციის დასაკავებლად მსურველებისთვის და ჩვენ მე გასაუბრება განვახორციელეთ და შევარჩიეთ ყველაზე, ასე ვთქვათ, კვალიფიციური კადრები. ეს პრობლემა დგას, მაგრამ მე ვფიქრობ, ალბათ სხვა ინსტიტუციებიც უნდა ჩაერთონ ამ მიმართულებაში, რათა ბევრად უფრო მეტი კადრი ამ სამღვდელო მიმართულებით, ასე ვთქვათ, იყოს მოძიებული. ბატონ თემურაზ, ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილი დრო ბოლოს, აი ძალიან მოკლედ გკითხავთ და მოკლედ რომ გვიპასუხოთ, აი ჩვენ ვიცით, რომ ძიძას, რომელიც ერთ ბავშვს უვლის, საშუალოდ ანაზღაურება მისი არის 500 ლარი, აღმზრდელებს, პედაგოგებს, ვინც საბავშვო ბაღშია დაკავებული, 40 ბავშვის მოვლა უწევთ, ვთქვათ, ვახსენეთ, ჩვენ თუ არის სათანადოდ ანაზღაურება ბაღში მომუშავე პერსონალის ადეკვატური მათ შრომასთან და თუ იგეგმება ვთქვათ მომატება, დაკლება და ბოდიში მეც დავამატებ. ამოიწურა ჩვენი დრო და დავამატებ, ანუ კადრები ვახსენეთ არა ერთხელ და ანუ ესეც იქნება თუ არა ერთგვარი мотиваცია ადამიანებისთვის, რომ ის შეუდგეს მართლაც ამ ურთულეს პროფესიას. 2016 წლის თებერვალში ზუსტად ეს მექანიზმიც იქნა გამოყენებული და 2016 წლის 1 თებერვლიდან საბავშვო ბაღის პერსონალის ხელფასების მატების კუთხით პირველი ნაბიჯები იქნა გადადგმული. ჩვენ ანუ პროცენტულად 200 დაბალი ხელფასი ვისაც ჰქონდა მოუმატეთ 20% და 15% შემდეგ დამღდელის შემწეებს 10%, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯები, დიახ, გეთანხმებით, ეს არის ერთ-ერთი мотиваტორი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ნაბიჯებით ეს დაგეგმილი გვაქვს შემდგომ წლებშიც და ამას უკვე კანონი ადრეული სკოლამდელი განათლების შესახებ პედაგოგის ნამდვილ პედაგოგის სტატუსზე იქნება საუბარი და შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული და მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი мотиваტორი, რომ მოვიზიდოთ კვალიფიციური კადრები. ძალიან მადლობა, რომელიც ხორციელდება თბილისში, აუცილებლად უნდა განხორციელდეს რეგიონებშიც. აუცილებლად ამაზე სხვა დროს დიდი სიამოვნებით თუ კი მობრძანდებით, სხვა დროს შეგვიძლია ვისაუბროთ, ეხლა გადავაცილეთ, აი ზედმეტად გადავაცილეთ დროს. დიდი მადლობა, ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმით, რომ მართლა ძალიან რთულ საქმეს ჩაუდექით სათავეში და უამრავი გამოწვევის წინაშე დგახართ. მე პირადად როგორც მშობელი გულწრფელად გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ მართლა შედარება არ არის, თქვა რა იყო წინა წლებში და რა ვითარება ახლა და როგორი ტენდენცია შეინიშნება ამ კუთხით. დიდი მადლობა. მე ჩხუბებია უკვე იქიდან დაგემშვიდობებით. შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი თეიმურაზ თორდინავა გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. ძალიან